ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო ესპანეთში რამდენიმე პროვინცია დაიტბორა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სარაგოსის რეგიონში, წყალდიდობის გამო ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შაბათ-კვირას რეგიონში გაგზავნეს სამხედრო სამაშველო დანაყოფი, რომელიც ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას. მათ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ტუმბავენ წყალს საცხოვრებელი და საავტომობილო ზონებიდან და აწყობენ ბარიკადებს, რათა თავიდან აიცილონ დატბორვის საფრთხე. რთული ამინდის პირობებში კატალონიის რეგიონში 2 ადამიანი გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები, მეხანძრეების, წყალქვეშა და საჰაერო სამაშველო ჯგუფების გარდა ჩართული არიან რეგიონული პოლიციისა და საზღვაო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გავრცელებული ინფორმაციით დაკარგულები, რომლებიც ხიდზე გადადიოდნენ, მდინარეში ჩაცვდნენ. ესპანეთის ამინდის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 პროვინციაში წყალდიდობაა მოსალოდნელი. ესპანეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით მდინარეებთან და დაბლობ ადგილებთან ახლოს.